კორუფციაში მხილებული ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, მაგრამ ისინი სახლში მიდიან, მაშინ როცა აბსოლუტურად უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეები ციხეში არიან გამოკეტილები, ზოგი 4 წლით, ზოგი 2 წლით, ზოგი 6 წლით, ზოგი 9 წლით და ზოგი რამდენიმე დღით. რას ვხედავთ ახლა ჩვენს ქვეყანაში? აბალანსებს თუ არა ღარიბაშვილის რა ვიცი დანაშაული იმ დანაშაულებს სინამდვილეში, რასაც ჩადის ხელისუფლება. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რამდენიმე საკითხი შეგვიძლია აქ ჩვენ გამოვყოთ. კორუფცია არანაირი პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მთავრობისთვის არ არის. მან ძალიან კარგად იცოდა, როგორც იქცეოდნენ მისი მეგობრები მაფიოზური მმართველობის დროს, როგორც ჩვენ გვაქვს რეალურად ეს, მე ამას არ ვიყენებ ამ ტერმინს, როგორც თავისუფალ შეფასებას. სრულად ლეგიტიმურად შეგვიძლია გამოვიყენებთ ეს ტერმინი. ასეთ ვითარებაში, როდესაც ლიდერი, აი ამ დაჯგუფების, რომელსაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ძალიან კარგად აცნობიერებს, რაზე ყავდა მიშვებული თავისი ბიჭები, როგორც თვითონ მოიხსენიებს ხოლმე. აქ სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც სავარაუდოდ თავს მალე იჩენს. შიდა დაპირისპირებები. ვის ფულზეა ლაპარაკი, ეს კიდევ გასარკვევია, თორე სახელმწიფოს ფულზე რო ქონდა თათი დადებული, როგორც ლილუაშვილს, ასე ღარიბაშვილს, აი თითოეული სიუჟეტი ნებისმიერი ოპოზიციური არხის გულდაგულ რომ მოეჭრიკა, თუნდაც ისე რომ ჩვენ არაფერი გაგვეგო და კარგად რომ დაკვირვებოდნენ ზოგადად რა პროცესები მიმდინარეობდა, ბევრად უფრო ადრე აღმოაჩენდნენ ამას. თვითონ ღარიბაშვილის თაობაზე მან 2015 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რატო გაუშვა ხელისუფლებიდან. მაგრამ შემდეგ უკან თვითონაც თქვა, რომ მისი ნათესავები, მისი კლანი არის მისი პრობლემა. მაგრამ ხელი არ შეუშვია ამის უკან დაებრუნებით ჯერ თავდაცვის მინისტრად და ყველა თანამდებობაზე, სადაც ღარიბაშვილი მუშაობდა, გამოდის, რომ ის ყველა თანამდებობის ბიუჯეტიდან იღებდა შესაბამის ქრთამს და იპარავდა. საჩუქრებს იღებდა სავარაუდოდ კიდე რაღაც მილის საფასურად. საერთოდ აი აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანები, აი ჯგუფი კონკრეტულად ეს რა თქმა უნდა აისბერგის ზედაპირია. ქვემოთ კიდე რა ხდება ჩვენ მკვლევარებმა ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ყველას ვერ დაიჭერენ თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ გამოდის მაშინ რომ ლიკვიდაცია უნდა გამოაცხადონ, იმიტომ რომ ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ არის სუფთა. პრემიერი როცა არის დამნაშავე, ყოფილი პრემიერი, ორგზის პრემიერი. თვითლიკვიდაცია ეს უკვე არ არის, ქალბატონ. ფაქტია რომ თვითლიკვიდაცია არ არის, იმიტომ რომ ხა წეგან გამოაცხადეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დააკავეს და რამდენიმეს მე ვიცნობ აქედან და ეს ადამიანები არიან სრულიად უანგარო, წესიერი, პატიოსანი, ამ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები. აი ხლა მეორე ნაწილი უკვე თქვენი კითხვის. იჭერს თუ არ იჭერს? ამას თვითონ გადაწყვეტს. ჩვენ ვიცით რომ რაღაც კულუარებში სასამართლო პროცესი იქნება თუ გამამართლებელი განაჩენი. სადღაც კულუარებში დგება ეს ყველაფერი, ხო? ანუ ვერდიქტი გამოაქვს ერთ კონკრეტულ ადამიანს, როგორც მაფიის ბოსს. რატომ არ დაიჭირა და რატომ გაუშვა გირაოს? თუ არა შვილივით გაზრდილი ღარიბაშვილი დაენანა ციხისთვის თუ კიდევ უფრო გაანადგურა იმით რომ რაღაც ციხეში წასვლის შემდეგ წამებულის მანტიას მაინც მოისხამდა და ახლა ამის შესაძლებლობაც არის. ძნელი სათქმელია, მე საერთოდ არ მგონია რომ მას რაიმე ტიპის ემპათია ახასიათებს. საერთოდ არ ვფიქრობ ამას, მე მგონია რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შეუძლია საკუთარი სურვილისაბებ გამოიყენოს ყველა და ყველაფერი, აი როგორც ობობა გამოწოვს სითხეს, მსხვერპლს და მერე გადააგდებს. ეს სითხე ფულია? არა მარტო ფული, ყველა რესურსი, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ისტორიაში ჩაიწერება და ჩაიწერება არა ოქროს ასოებით. ხვდებით, ეს ადამიანები რეალურად საკუთარ რეპუტაციას, საკუთარი შვილების მომავალს და მათ რეპუტაციას დებენ სასწორზე. როდესაც ემსახურებიან ერთ კონკრეტულ ბატონს ადამიანური ერთგულების და არა იდეური ერთგულების საფასურად. რა რეპუტაცია ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის გარეშე? ვინ არის ღარიბაშვილი ივანიშვილის გარეშე? მოდით ნახეთ დავაკვირდეთ, ივანიშვილი არის ბოსი ნებისმიერი ბიჭის გარეშე, რომელიც მას გვერდით ყავს. მაგრამ არც ერთი ეს ბიჭი თავისთავად არ წარმოადგენს არაფერს ივანიშვილის გარეშე. ირაკლი კობახიძის ნაცვლად ეხლა ვინმე სამჭკუაშვილი რო დასვას იგივეს გააკეთებს. აბსოლუტურად იგივე რეპუტაცია ექნება. არანაირი თვითშემოქმედებითი პროცესი მდინარაძე კობახიძისგან არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ გაჩნდა ვერსიები, რომ მდინარაძე კობახიძემ დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი
ლილუაშვილის და ღარიბაშვილის მოღალატეობრივ საქმიანობაზე. ამ მოღალატეობაში კორუფცია არ იგულისხმება, ცხადია, იმიტომ რომ როგორც თქვენ ისე სხვა კორუფციის მკვლევარები ადასტურებენ, რომ ივანიშვილის გარეშე ისინი არაფერს არ იპარავდნენ. ხო, ვერ გააკეთებდნენ ამას ვერანაირად, იმიტომ რომ მისი შიში ყოველთვის ჰქონდათ აი მუხილავი თვალის. მაშინ რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი? მან ხომ იცოდა, რას აკეთებდა ღარიბაშვილი. მისი ხელდასმით, მისი ნებართვით ხომ იყო ეს ყველაფერი და სად არის აქ ლილუაშვილის როლი? სადღაც არის იქ რაღაც ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ოღონდ არამც არ შეიძლება რომ ეს დავაკავშიროთ 4 ოქტომბერთან. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, ჯაჭვი ნელ-ნელა იკვრებოდა ამ ადამიანის გარშემო. ჩვენ დიდი ხანი მე მახსოვს ზაფხულიდან ჩდებოდა უკვე რაღაც პირველი ნიშნები, იმიტომ რომ აი ამ გარემოცის უახლოესი წევრები მოადგილეებიდან დაიწყეს ჯერ, მე იყო თავდაცვის მინისტრი, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ უკვე კონკრეტულ ფიგურას. ჩვენ ყველა ვხედავდით, ვინ იყო ეს ფიგურა. და საბოლოო ჯამში ალბათ უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვების ნიადაგზე ეს მოხდა, მაგრამ არა მარტო ამიტომ. ნახეთ, რაკიღა პროტესტები არ ცხრება, რაკიღა ისევ და ისევ გრძელდება ეს პროცესი, იმიტომ მოქალაქეები არ ჩერდებიან და თუ გახსოვთ კობახიძე ამბობდა, რომ დაიღლებიან და წავლენ და რამდენჯერმე გააკეთა ეს განცხადება, რომ ადამიანები დაიღლებიან, იმიტომ რომ შესაძაც კედელს უფუნქციოთ ეჯახები, შეიძლება ან მოკვდე, ან დაიღალო. და აქ არც ერთი არ ხდება. ხო, სიკვდილს არჩევენ, მაგრამ არამც და არამც უკან დახევას. ამიტომ ახალი საცირკო სანახაობაა, მე ვფიქრობ, მოწყობილი და აი ეს კადრები, რომელიც გავრცელდა. აბალანსებს რაიმენაირად ჩვენი საზოგადოების იმ თავგანწირულ ბრძოლას სამშობლოს დასაცავად. რაიმენაირად ეს სეირი, რომელსაც დგამს ივანიშვილი კობახიძე მდინარაძე, არის თუ არა საპირწონე იმ სამართლობისა, რაც ხდება. არც ერთ შემთხვევაში არ არის საპირწონე, მაგრამ ამისთვის ქართულ საზოგადოებას უნდა იცნობდე, რომ გააცნობიერო რომ ეს ვერ იქნება ამის საპირწონე. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ადამიანები კორუმპირებულები იყვნენ. ახლა თვითონ როდის დაიჭერენ ამას, ეს მათი კულუარული გარჩევებია. ამას ჩვენთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. მათ თუ გონიათ, რომ ამ შაპიტოს საჯაროდ ჩვენებით მოქალაქეების აზრი შეიცვლება და ჩვენ ვიფიქრებთ, რომ აი ქართული ოცნება შეიძლება იყო კორუმპირებული იმ გუნდის პირობებში, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვლება და ეხლა უცბად ჯადოსნური ჯოხით ინვესტიციების გარეშე, რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდებით, ევროპული და ამერიკული დახმარებების გარეშე, რომ ძალიან დიდი წილი იყო და თვითონ ძალიან კარგად იციან ეს, რომ ეს პური და სანახაობა, ესეც კი არ არის ერთმანეთში დაბალანსებული. ადამიანები თავგანწირვით მიდიან ფაქტობრივად დასახიჩრებამდე, ციხემდე და მიდიან აი აბსოლუტურად შეუდრეკლად, მხიარულად ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები და როგორ შეიძლება ეს აი ამ ჭყიყვივით ჭყვიალა ნივთების შემგროვებელი ღარიბაშვილის დაკავებამ დააბალანსოს. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ხო? ანუ თვითონ ეს არის მათი შიდა კულუარული გარჩევები და გარჩიონ რაც უნდათ. თავარი არის არა ის, რასაც ახლა კობახიძე აკეთებს ამ ადამიანებს რო იჭერს. არამედ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი იღებენ დღიდან დღემდე, რაც უფრო მეტად გვაშორებს დასავლეთს. კურსიდან გადაცდენა ჩვენი აზრის, ჩვენი დამოკიდებულების იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ხდება და ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია რყევაში ამყოფებს ქართულ საზოგადოებას, ნებისმიერ ჯგუფში ადამიანები, სადაც იკრებებიან, ყველგან ამაზეა ლაპარაკი. ღრმა დაპირისპირებები იქნება ეს თუ უცხო ადამიანებთან სრულიად ეს სპონტანურად დამეგობრება აქციაზე როგორც სამსახურში ისე სიარული ეს აბსოლუტურად სხვა ლეველია. და აქ ღარიბაშვილმა კი არა და ივანიშვილმა კიდევ ერთი თავისი ოჯახის წევრი რომ დაიჭიროს ვერანაირად რა თქმა უნდა ყველა თავისი შვილი შეუძლია კმაყოფილად უდარდელად დააკავოს და ჩვენ ამით აზრს უბრალოდ ვერ შევიცვლით, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ ძალიან დიდი ხნის წინ. ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში და ხო წილიწით აი ჩვენი წინაპრების ძვლების წინაშე გვაქვს ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენ დროებით მოხმარებაში გვაქვს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც მგონია რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა, იმიტომ რომ აი წარმოუდგენელია რომ აი ეს ხროვა რომელიც დღეს მართვის იმიტაციას აკეთებს ქვეყნის და სინამდვილეში უბრალოდ აი ამ რაღაც მაფიოზურ კლანს მართავს დიდი ხნით დარჩეს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა კეთი ენუქიძის კორუფციის მკვლევარს, მე ვემშვიდობები კეთის რეკლამა ჩვენს ეთერში.